რეგიონებში კიბოს სკრინინგის უფასო აქციები მიმდინარეობს. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ჩოხატაურში. კამპანიის მიზანია გაიზარდოს მიმართვენება სკრინინგ ცენტრებისადმი და ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება სიმსივნური დაავადებების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობის შესახებ. მსგავსი აქციები უკვე ჩატარდა კასპში, მარტვილში, წალენჯიხასა და ოზურგეთში. შეხვედრები და კვლევები ტარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლობისა და ოჯახის ექიმების აქტიური ჩართულობით. სამედიცინო აქცია იმართება ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების სამართლების ეროვნული კამპანიის ეგიდითა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით. კვლევებს ახორციელებს საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმებისაგან შემდგარი მობილური გუნდი. გვეძლება ქალებს ამ გამოკვლევის საშუალება. მიმართავ ყველას დროული გამოკვლევა ყველასთვის იქნება სასიკეთო, თავიდან ავირიდებთ შემდეგ საშიშროებებს. მინდა გითხრათ, რომ ეროვნული კამპანიის ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 21 ღონისძიება. ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩავაყენოთ საქმის კურსში სახელმწიფო სკრინინგის უფასო პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში ძუძუს კიბოს, საშუალო სოწყალის კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოკვლევები არის სრულიად უფასო.